ამ ვიდეოს წერ ბოდიშის მოსახდელად. წარსულში გაკეთებული განცხადების გამო უტა ივანიშვილისთვის მოხდილი ბოდიში კოტე იოსელიანმა უკან მას შემდეგ წაიღო, რაც ამ ვიდეოს გამოქვეყნებიდან მეორე დღეს მისმა მეუღლემ საგანგებო ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ მის ქმარს ბოდიში გატაცებისა და მუქარის შედეგად მოახდევინეს. ის გაიტაცეს და შემდგომ მრავალი საათის განმავლობაში იმყოფებოდა ეგრეთ წოდებული მოდულის შენობაში. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მასზე ხორციელდებოდა ზეწოლა და მუქარა, ემუქრებოდნენ კონკრეტულად ბავშვების უსაფრთხოებით. ამ განცხადებიდან მალევე კოტე იოსელიანი საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე დაიბარეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით უწყებისთვის არც ბოკუჩავას და არც იოსელიანს თავად არ მიუმართავთ. თუმცა სოციალურ ქსელში იოსელიანის მორიგი პოსტი გამოჩნდა. რაზეც ერთხელ უკვე მოხდილი მქონდა ბოდიში სამართლიანად, იმაზე მეორედ ბოდიშის მოხდა არ ყოფილა არანაირი მორალური თუ პრინციპული კომპრომისი, რაც მით უმეტეს რომ განსაზღვრავდა ჩემი შვილების უსაფრთხოებას. იოსელიანი ბოკუჩავას მსგავსად მათი კოლეგებიც ირწმუნებიან, რომ მმართველი გუნდის მიზანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის პოლიტიკურად განეიტრალებაა. არც ერთი წამით არ გვეპარება ეჭვი, რომ ის რაც მოხდა მიმართული იყო მისი პოლიტიკური განეიტრალებისკენ უპირველეს ყოვლისა და იმ პარტიის, რომლის თავმჯდომარესაც იგი წარმოადგენს. ამ ბრალდების ადრესატებისთვის კი თინა ბოკუჩავას მონაყოლი ბოროტი ზღაპარია. ქართულ ოცნებაში კოტე იოსელიანის გამოკითხვის აუცილებლობაზე საუბრობენ. ფიქრობენ, რომ მათი ოპონენტების მიზანი ერთი მხრივ შინაგან საქმეთა სამინისტროს დისკრედიტაციაა, მეორე მხრივ კი ამ ფორმით წინა საარჩევნოდ დაძაბულობის შემოტანას ცდილობენ. აი ასეთ დაბიო სპეკულაციებთან გვაქვს უკვე საქმე. მე მგონია რომ ეს კამპანია უკვე მეტი რო ვეღარაფერი მოიფიქრეს ამ ბოლო პერიოდში. ერთ დღეს აგინე, მეორე დღეს თქვი რომ მოუხადე ბოდიში და მერე ვიღაც ანცოლიან დეიდან მამიდა გამოხდება და იტყვის რომ გაიწასეს ეს და ამიტომ მოიხადა ბოდიში. მარტივი, არაფერი არ ჭირდება. ერთ დღეს ერთი უნდა თქვა და მეორე დღეს მეორე. აქ არის ერთი ამოცანა, რომ შეურაცხყოფა მიაყენოს უშიშროების სამსახურს, გამოიყვანოს ისე, რომ საბავშვო ბაღის ბავშვების დახოცვით დაემუქრნენ კოტიკოს. და რასაკვირველია, ეს პირადად ხელმძღვანელობაზეა შეტევა და შესაძლოა ახალ მინისტრს შეტევა განახორციელა. მე ვფიქრობ, მაინც უნიჭო სპექტაკლია. ნაციონალური მოძრაობა აღარ არის ახსოვს ახლა, აგერ დარჩენმა ლიდერებმა ითავეს ლუზერების ლიდერობა და შესაბამისად ეხა ახალი თემა გამოაგვარდა. ვის რა შეჭირდება ამ ბოკუჩავან მისი მეუღლე. ან რა სიგიჟია ხა. აგერ არის თუ არის რამე თემა, პროკურატურა, საგამოძიებო ნაწილი, თვითონ ვიზეც ამბობს მეუღლე გამოვიდეს და თქვას რა და როგორ იყო. ნაკლებად უნდა უყუროს ძაბსიუჟეტიან ფილმებს, მაგრამ ხუმრობა რომ იქით გადავდოთ, ალბათ ჩემი აზრით, რასაც მე უკავშირებ აი ამ ტიპის რაღაც საკენკის გადმოგდებას არის ის რომ შიდა დაპირისპირება აქვს ამ ადამიანს, შეინარჩუნებს თუ არა თავმჯდომარის როლს არ ვიცით, ამიტომ ალბათ ცდილობს ამით რაღაცნაირად თავისი როლის წამოწევას. კოტე იოსელიანი გამოკითხვაზე საჯარო სივრცეში გაკეთებული განცხადების შემდეგ დაიბარეს. თუმცა სავარაუდოდ ის უწყებაში არ მივა და დაკითხვას მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მოითხოვს.